ძალიან მაგარი ღონისძიება არის, საკმაოდ რთული, ძალიან რთული პროფესორად, მაგრამ ჩვენი ერთობით, ჩვენი ხარდაჭერა შემართებით გავიმარჯვეთ და გაუმარჯვოთ ჩვენ გულს. როგორი იყო თქვენი შთაბეჭდილება და რა მიიღეთ ამ თამაშიდან? ეს იყო სხვა ემოცია, რაღაც ახალი გამოცდილება მივიღეთ და ძალიან შურს უკვე იმ მომავალი გუნდების, რომელიც მიიღებენ პეტრას განდის ძიებაში მონაწილეობას. მინდა ვთქვა, რომ გული მწყდება მარტო იმიტომ, რომ არ გავიმარჯვეთ, რომ კიდევ ერთხელ ვეღარ ვითამაშებთ ფინალურ სერიაში. ძალიან მაგარი გამოცდილება იყო. 8 საათის განმავლობაში მოვიარეთ ეს საოცარი ადგილი. თავის მინდა ვთქვა, რომ ძალიან წინ ვართ რა, ძალიან წინ წავედით, იმიტომ რომ მსგავსი თავგადასავალი საქართველოში რომ მოეწყო, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა რა და ყველას ურჩევ მართლა რომ ეს ერთხელ უნდა გამოცადოს. 21 წლის წინ დაუვიწყარი დღეები მქონდა საფრანგეთში, სადაც ფორდ ბოიარდის წამყვანი იყო და მას შემდეგ ვოცნებობ, რომ მიახლოვებული მაინც რამე მოხდეს ჩემს ცხოვრებაში და აი ხო ის აოცრებავ დედა შპიცალა. შეიძლება ყველა დაბრკოლება და ოთახი არა, მაგრამ უმრავლესობა არის იდენტური საფრანგეთისა. ესეთი თამაში არ ვიცი სადმე თუ არსებობს კიდე ეს იყო ფანტასტიკა ხალხო დღეს დილი და გუშინ საღამოს აქ ჩამოსვლიდან დღეს აი ამ ბოლო წამამდე ემოციებს უკვე ვეღარ იმდენად არ გაგვიხარდა გამარჯვება იმდენად დაცილები ვართ ემოციებისგან ადრენალინი მაქვს მოზღვავებული ულამაზესი გარემო ჯადოსნური პეტრას ციხე და ჯადოსნური თავგადასავალი იყო მართლა გამახსენდა 90-იანები როცა არ ტელევიზორი არ იყო კომპიუტერი არ იყო, არაფერი არ იყო და ერთმანეთისთვის გვეცალა. ეხლა მე მივხვდი რომ რამხელა დეფიციტი გვაქვს ადამიანებთან ურთიერთობის, რომ აი სამსახურის გარდა რაღაცა თემაზე ვილაპარაკოთ. აი ეს იყო ჩემთვის აი ყველაზე დიდი აღტაცება ამ პროექტში. საოცარი დრამატურგია. ისეთი მობილიზებულია ყველა ამ ხელა პროექტი, ამ მასშტაბის რომ მიყვებოდნენ, მეგონა რომ რაღაცა იყო ისეთი იმიტაცია და ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და უსურებ წარმატებას ყველა მონაწილეს და აქ ცოტა ისეთი მკაცრი ვარ, მაგრამ სინამდვილეში გულით მინდა რომ მიდი უფრო კონკურსანტებისკენ ვარ და თავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება და ყველაზე მთავარია ის რომ ემოჯების და რაღაცა სმაილების გარეშე ცოცხალი ურთიერთობა და ცეცხლი დატრიალდა ერთმანეთთან ურთიერთობის.